ანატომიის ამ გადაცემის მზადებისას აღმოვაჩინე, რომ ჩვენი დღევანდელი გმირი სულ ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მაღალჩინოსანი ნამდვილად არის. არადა კრიტიკა მისი მისამართით პრეზიდენტის და შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ მოცულობით ყველაზე დიდია. ის უკანასკნელი რამდენიმე წელია ცდილობს მეურნე, საქმიანი და დაფიქრებული ადამიანის იმიჯის შექმნას, თუმცა როგორც მისდამი დაპირისპირებული მისივე გუნდის წევრები ამბობენ, მისი ეს მცდელობები ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება დასავლელი პარტნიორების თვალში. ამერიკელები მას ჩვეულებრივ მაფიოზად აღიქვამენ, ამბობენ ისინი პირად საუბრებში. პერიოდულად ექსკლუზიურად უცხოური მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებსაც და ირიბად მუდმივად ერთ სკამს ყველაზე ძვირად ღირებული სავარძელისკენ იმზირება. საზოგადოების ერთი ნაწილი ამას ისევ ნაციონალური პასიანსის ნაწილად აღიქვამს. მეორე ნაწილი კი ცდილობს იმ დაპირისპირების დანახვას, რომელიც გარეთ გამოტანასაც ნაციონალური გუნდი ყოველთვის უფრთხის, მაგრამ ინფორმაციაც გამოდის და დოკუმენტაციაც. მით უმეტეს, როდესაც საქმე რამდენიმე მილიონს ეხება. გიგი უგულავა გეგმავს თუ არა ის პრეზიდენტობას. ეს ძირითადი შეკითხვაა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ანატომიის ეს კონკრეტული გადაცემა ეთერისთვის დაახლოებით 2 კვირის წინ მზადდებოდა, მაგრამ შევიტყვეთ, რომ დედაქალაქის მერის ოჯახში უბედურება დატრიალდა და წმინდა ადამიანური მოტივაციით გიგი უგულავას ანატომიის მზადება 1 კვირით გადავდეთ. მით უმეტეს, რომ არსებობდა დაპირება ჩვენთვის ინტერვიუს მოცემასთან დაკავშირებით, თუმცა უგულავამ ნაციონალური გადაგდების ილეთი ჩაგვიტარა და ანატომიასთან მხოლოდ ელექტრონული პოსტით ურთიერთობა არჩია. ასე რომ კიდევ ერთი ანატომია უკომენტაროთ. გიგი უგულავა თუ გაუმჯობესებული მიშა. დედაქალაქის მერმა როგორც ჩანს გადაწყვეტილება შესთავაზოს საზოგადოებას გაუმჯობესებული მიშა სწორედ ამ დღეს მიიღო. ხარაჩოზე მძრომიალი პრეზიდენტის შემხედვარე უგულავას გაოცებული მზერა იმ დღეს საზოგადოებას დიდი ხნით დაამახსოვრდა. გიგიმ ვერ მოითმინა და ეს ლატვიელ ჟურნალისტს უთხრა. ქართული ოპოზიცია ანტი-მიშას წარმოადგენს. ხალხს კი გაუმჯობესებული მიშა სურს. გიგი უგულავა მე ბაღეობა ეხერხეო, მაგრამ შენებლობა იცისა, ეს გვირაბი მაგარა შენა და გარშემო პარკსაგან მაგიაკეთებს. პურის ცხოვაც ეხერხება. და საერთოდ აი ეს არის თუ შეხვედრიათ სადმე. გიგიმოს თუ არა პრეზიდენტობას ის, ვისაც პრეზიდენტი ეძებს. უგულავას პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მისი ფეისბუქური კონფერენციის ორგანიზებაში მას გიგა ბოგერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი დაეხმარა. ზოგადად გიგას და გიგის მიერ ახალი ნაციონალურად ოპოზიციური ფრთის შექმნაზე ბოლო პერიოდში კულუარებში ბევრს საუბრობენ. მით უმეტეს, რომ ამ გუნდში მოიაზრება ისეთი ფინანსური გარანტია, როგორიც კახა ბენდუკიძეა. არავიწყდებათ ლევან რამიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. ადამიანები, რომლებიც ნაციონალური იდეოლოგიის მთლელებად იქცნენ. გარდა ამისა, უგულავა ცდილობს შეინარჩუნოს საუკეთესო ურთიერთობები ადამიანებთან, ვინც დედაქალაქში უბრალოდ თბილისურ ამინს ქმნის. პრეზიდენტისგან განსხვავებით, რომელსაც მუდამ ბრალს სდებენ თბილისელების სიძულვილში, უგულავამ დედაქალაქის სიძლიერის ფასი იცის. ეს თბილისი გიგისთან ერთად ზეიმობდა მის გამარჯვებას მერის არჩევნებში. მე ნამდვილად 4 წლის წინ მქონდა პრივილეგია წარმედგინა მე-19 საუკუნის შემდეგ, როცა საქართველო არ იყო დამოუკიდებელი, რა თქმა უნდა, თბილისის პირველი არჩეული მერი და იმიტომ რომ რა თქმა უნდა აქამდეც მერი თბილისში არჩეული იყო, გიგი აირჩიეს როგორც საკრებულოს მიერ არჩეული მერი, მაგრამ მაშინაც ის იყო არჩეული თანამდებობა. მეორე ჩვენს ისტორიაში უკვე და დღეს იმედი გვაქვს, რომ დათვლის შემდეგ გვექნება პრივილეგია პირველად წარვადგინოთ და საქართველოს დედაქალაქს ყავდეს პირველად ისტორიაში პირდაპირ არჩეული მერი თან ხალხის მაგარი მხარდაჭერით. უგულავა არჩეული მერია და მისი ამბიციების ზრდასაც სწორედ ამას მიაწერენ. ის აწესრიგებს ურთიერთობებს ტელევიზიებთან. 2007 წლის მერე დახურული იმედის ეთერში დაბრუნებასაც კი მის სახელს უკავშირებენ. მერი უკეთებს ორგანიზებას ჟურნალისტების კეიფს.
ტელეკომპანია იმედის ყოფილი თანამშრომლები ჯერჯერობით მხოლოდ პირად საუბრებში ამბობენ იმასაც, რომ გიგი უგულავა დღემდე ინარჩუნებს აბსოლუტურ გავლენას იმედის საინფორმაციო პოლიტიკაზე. რუსთავი ორისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ხელისუფლების ყველა მიმართულებაზე ერთნაირად მუშაობს. უგულავა საკუთარი საარჩევნო კამპანიის წარმოებისას იქცევა ისე, როგორც პრეზიდენტი 6 წლით ადრე. ისეთი ცვლილებები, როგორც თბილისში ხდება ამ წლების განმავლობაში, ბოლო 2-3 წელი დაწყებულია, შემდგომ რამდენიმე წელიწადში გათვალისწინებული, არ ყოფილა არც ერთ ცალკე აღებულ ისტორიულ მონაკვეთში ასეთ კონდენსირებულ დროში. ასე რომ მე ვფიქრობ, საქმე არის გასახარად, ჩვენ თქვით, რომ თბილისი გავხდით ყველაზე კომფორტულ ქალაქად. წარმოსადგენია, როცა ამდენი პრობლემა, ამდენი ავარიული სახლია, ამდენი უმუშევრობაა, ჯერ კიდევ ამდენი გაჭირვება, მაგრამ იმ პირობებში, როცა გარშემო მთელ მსოფლიოში კრიზისი მძვინვარებს, ამდენი წელი ყველაფერი ინგრეოდა. ომიდან ბოლოს 2 წელიც არ არის გასული და ქვეყანა კიდე შენდება. ეს თავისთავად არის უკვე სასწაული, მოდით გულზე ხელი დავიდოთ. და შენდება თბილისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს კაცი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ასე რომ ასე რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. გიგი უგულავა აკეთებს კიდეც. მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა ხელისუფლებას, უგულავამ საკუთარ თავზე აიღო ხელისუფლებისთვის ყველაზე სარისკო ნაბიჯის გადადგმა. 2009 წლის 26 მაისს უგულავას სტიქაროსნობის გამოცდილებაც გამოადგა და ის 26 მაისის აქციის მონაწილე 10,000-ობით ადამიანის დასანახად შევიდა სამების ტაძარში პატრიარქთან, რომლის საბოლოო გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული სააკაშვილის გუნდის ბედი. სააკაშვილი მაშინ გადარჩა. პრეზიდენტი მას მადლობას უხდის, ოღონდ სხვა რამის გამო. თუ ვინმე რამეზე უნდა დაუდგეს გიგი უგულავას ძეგლი თბილისში არის პირველ რიგში თაბუკაშვილის სახლის დანგრევაზე, რომელსაც ვანგრევდით ტელეკომპანია იმედის ბადრი პატრაკაჩვილის პირდაპირ ეთერში. ძეგლს გიგის არ უდგამენ, მაგრამ პრეზიდენტის უფლებებს ნელ-ნელა უთმობენ. 2011 წელს დედაქალაქის შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც თბილისის მერმა სახელმწიფო ქონების გაჩუქების უფლება მიიღო. ანუ მას ერთპიროვნულად შეუძლია სახელმწიფო ქონება მისთვის სასურველ ნებისმიერ პირს აჩუქოს. ამ დრომდე ამ უფლებით მხოლოდ პრეზიდენტი სარგებლობდა. პრეზიდენტის უფლებებით აღჭურვილ მერს თბილისი სამართავად აღარ ყოფნის და მისივე ინიციატივით კურორტი გუდაური, რომელიც 120 კილომეტრითაა დაშორებული თბილისს, მისივე მმართველობის ქვეშ ექცევა. ის ინფრასტრუქტურა, რაც არსებობს თბილისში, მისი განვრცობა, ადაპტირება ბუნებრივი აქაურ რელიეფზე და დაშორებაზე მოხდება თბილისიდან. გიგი უგულავა პრეზიდენტს არ უსწრებს, მაგრამ ცდილობს არ ჩამორჩეს მას. სწორედ ამ სახიფათო რალის უკავშირებენ განხეთქილებას, რომელიც პერიოდულად ჩნდება უგულავას და ნაციონალური გუნდის ბიზნეს ელიტას შორის. ნაციონალური განხეთქილების ვაშლად ამ შემთხვევაში ძმები შარანგიები და მუშტაიდის პარკი იქცა.
სააკაშვილთან დაახლოებული ძმების შარანგიები ანატომიის მაყურებლისთვის ნაცნობი თემაა. გადაცემის მზადებისას გაირკვა, რომ ხუთლოდად დაყოფილი თბილისის სამარშრუტო ხაზი მთლიანად შარანგიების და მათთან დაახლოებული პირების ხელში აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ყოფილი მუნიციპალური კომპანია მუშტაიდის პარკი, რომლის დირექტორიც ხვიჩა სექანია გახლდათ, ასევე შარანგიების ბიზნეს პარტნიორი. მუშტაიდის შარანგიების იყო, მაგრამ რეალობა შეიცვალა და ამ ცვლილების ავტორად გიგი უგულავას ასახელებენ. ანატომიის წყაროს განცხადებით დედაქალაქის მერიამ შარანგიებს სამარშრუტო ტაქსებს მათთვის სასურველი ტარიფის დაწესების უფლება ისედაც ზღვარზე მყოფი სოციალური აფეთქების შიშით არ მისცა და ზოგადად შარანგიების სამარშრუტო ტაქსების ბიზნესის იდეით არც ისე მოხიბლულები იყვნენ, მაგრამ ეს ბიზნეს ხარკი მათი დანარჩენი საქმიანობის ბიზნეს ლობად უნდა ქცეულიყო, მაგრამ შარანგიები ნაციონალურად მოატყუეს. მუშტაიდი ჩამოართვეს და ბიზნესმენმა ძმებმა ზარალის სახლით დაახლოებით 2 მილიონი ლარი მიიღეს. სწორედ ამ პერიოდიდან ვრცელდება ხმები ნაციონალურ მოძრაობაში უგულავას ფრთასა და დანარჩენი გუნდის დაპირისპირების შესახებ. აქტიურად საუბრობდნენ დაპირისპირებაზე, რომელიც კონკრეტულად უგულავასა და მერაბიშვილს შორის არსებობდა, მაგრამ მალევე, როგორც ჩანს, ამ ხმების უგულვებელ საყოფად მერაბიშვილი და დედაქალაქის მერი იწყებენ ჯერ კიდევ თითქმის დაუმთავრებელი პოლიციის შენობების მთელი თბილისის მასშტაბით გახსნას. მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ეს პოლიცია იქნება მხოლოდ გაგრძელებდა ბავშვთა პარკის და იგი მოემსახურება იშვიათად ჩვენ მოქალაქეებს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში და ის იქნება მხოლოდ დამატება, გალამაზება ქალაქის ამ ნაწილის. მადლობა ღმერთს, ქალაქის ამ ნაწილი და თელ საქართველოში კრიმინალური სიტუაცია არის ძალიან ნორმალური და იმედი გვაქვს, რომ ესე გაგრძელდება და პოლიციელების მუშაობის 80% იქნება მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გალამაზებისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა ეს ერთიანობაში ქმნის იმ განცდას, რომ ადამიანი არის დაცული და დაცულობის განცდა არის ის საფუძველი, რომელზეც უნდა აშენდეს ნებისმიერი ქალაქის თუ ქვეყნის კეთილდღეობა. თუმცა, მაინც ის არის საინტერესო, ვისია მუშტაიდი. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ვკითხულობთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით დედაქალაქის ყველა დიდი პარკი თანდართული ბიზნეს პროექტებით იჯარით გაიცემა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარკი მუშტაიდის 59 წლიანი მართვის უფლება კომპანია ჯეო გოლდმა უკვე მოიპოვა. კომპანია ჯეო გოლდი მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში აქ 1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის გენერალური დირექტორის ლერი შანიძის განცხადებით, სამომავლოდ ეს თანხა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ჯეო გოლდს მუშტაიდის პარკის განახლებასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს, რასაც 1 მილიონი ლარი არ ეყოფა. მისი თქმით, მუშტაიდი თბილისის ისტორიის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ იგი იერსახეს არ შეიცვლის. თუმცა მოწესრიგდება ინფრასტრუქტურად, იმუშავებს კაფეები და ამასთან პარკში შესვლა და დასვენება ისევ უფასო იქნება. ვის წარმოადგენს კომპანია ჯეო გოლდი? 2011 წლის საჯარო რეესტრის ამ მონაძრში ვკითხულობთ, რომ ჯეო გოლდის წილის 100%-ის მფლობელი ვინმე ალექსანდრე ნიკოლაიშვილია. ვინ არის ალექსანდრე ნიკოლაიშვილი? ის ბიზნესმენია, რომელიც თავის მხრივ საქართველოში ნისანის ცენტრის დამაარსებელია და რომელიც გიგი უგულავას საკუთარ გუნდში ოფიციალურად ყავდა გაფორმებული. ალექსანდრე ნიკოლაიშვილი თბილისის საკრებულოს წევრია ნაციონალური მოძრაობიდან და მუშტაიდის პარკიც 59 წლიანი იჯარით სწორედ მას ეკუთვნის. თუმცა უგულავას კარიერიდან ეს ნეპოტიზმის ყველაზე სუსტი გამოვლინებაა. გაცილებით უცნაურად გამოიყურება საკუთარი ძმის ირაკლი უგულავას და რძლის ნატალია ფარცხალაძის კომპანიასთან ჯეო ლენდთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც 2011 წლის 31 იანვარსაა დადებული. ხელშეკრულებას ხელს ვინმე ზვიად ბეგლარიშვილი აწერს, რომელთან ერთადაც უგულავას ძმა ასევე ფლობს კომპანია ჯოი ლენდსაც. 2006 წლის დეკლარაციაში კი ვკითხულობთ, რომ გიგი უგულავას ძმის ცოლი ჯეო ლენდის მფლობელია, ხოლო მისი ძმა ირაკლი ამავე კომპანიის თანამშრომელი. გარდა ამისა, გიგი უგულავას სკანდალს უკავშირდებოდა ასევე მისი მეუღლის მშობიარობის ხარჯები. გადაცემა კვირის რეპორტაჟის და ყველა სიახლის ფოტოკორესპონდენტის მეშვეობით გაირკვა, რომ ვენაში ნაციონალურ გულშემატკივრებთან ერთად ჩასული უგულავების ოჯახს სასტუმროს ზახირში 4 ნომერი ჰქონდა დაჯავშნული 5 დღით. სასტუმროს ხარჯებთან ერთად დედაქალაქის მერის მეუღლის მშობიარობის თანხა ავსტრიაშივე დაზუსტებული ინფორმაციით 22,000 ევრომდე ადიოდა. ჟურნალისტები მაშინ წლევანდელ დეკლარაციას უცდიდნენ. უგულავამ 1 წლის წინანდელი ეს ხარჯი 2011 წლის დეკლარაციაში 12,000 ლარად გაატარა.
აქ ამ ადგილას არა, მაგრამ ისეთი პროჟენი ბრძანებით რო დაგვარგვია შეგნოდეს. გახსოვს ხო? გახსოვს, კარგია. აპრილის აქციებზეც ხო გახსოვს? ყველაფერი კარგად მახსოვს. ზონდერებს რო გზავნიდი და ხალხს რო სადაბადოებს უწევდნენ. ეგეც გახსოვს ხო? კარგია, რო გახსოვს? იმედი მაქვს, აქ დარჩები სამუშაოდ. კი, ნამდვილად ჩვენი რატო კოლეგები იგი უგულავას სამუშაოდ დარჩენას ამ ადგილას დიდხანს არ გეგმავს. ფაქტია, ის ცდილობს დაემსგავსოს პრეზიდენტს, გაუმჯობესებულ მიშას. გიგი უგულავას ანატომია, რა თქმა უნდა, ერთი გადაცემით ვერ ამოიწურებოდა. ზემოთ ჩამოთვლილი თემების გარდა უგულავას სახელს ახსენებენ თითქმის ყველა ბიზნესთან დაკავშირებით, რისი კეთებაც დედაქალაქში შეიძლება, მაგრამ მერი მაინც თითქმის ღარიბი ყავს. 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით მას მუდმივი საცხოვრებელიც კი არ აქვს და წყნეთის გზატკეცილზე მეუღლის სახელზე გაფორმებული 50 კვადრატული სიმეძია. ფასიან ქაღალდებზე, საბანკო ანგარიშებზე თუ სხვა უძრავ და მოძრავ ქონებაზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია. მან უშიშროების მინისტრის მოადგილეობიდან დაწყებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსობით დასრულებული თითქმის ყველა სახელმწიფო უწყება მოიარა. სამეგრელო ზემოსვანეთშიც კი იყო გუბერნატორი და ნაციონალური მოძრაობის წევრების უმეტესობა უგულავას პირად საუბრებში მომავალ პრეზიდენტად, მოქმედ პრეზიდენტს კი მომავალ პრემიერად განიხილავენ. აქ ყველაზე მეტად საინტერესო მაინც ის არის, ვინ იცხოვრებს ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენციაში, უსახლკარო მერი თუ გაპრემიერებული პრეზიდენტი, ან რა შერჩება საზოგადოებას, ჩვეულებრივი თუ გაუმჯობესებული მიშა. იქნებ კუზიანის და სამარის ამბავიც არის. ვიფიქროთ ჩვენი მმართველების ანატომიაზე.